საგანგაშო კვლევა პლასტმასის ნაწარმის მრავალჯერ გამოყენებამ შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. ბოთლები, ჭიქები, საკვების კონტეინერები თითქოს ჩვეულებრივი საგნებია, თუმცა მათ უკან მიკროპლასტიკის, ანუ პლასტმასის მცირე ნაწილაკების სახით საფრთხე იმალება. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მეცნიერები მიკროპლასტიკს უშვილობის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევენ. რა გზებით ხვდება ორგანიზმში მიკრო და ნანოპლასტმასი და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი? სპეციალისტებს მარიკა გოცირიძე გაესაუბრა. ყენების წესს მიკროპლასტიკი 5 მმ-იანი, ასე ვთქვათ, მცირე ზომის პლასტმასია. ნანოპლასტიკზე საერთოდ არის ძალიან ბევრი ნულებით, ასე ვთქვათ, 0.8 გამოყოფილი პლასტიკის ნაწილი. ამიტომ, რადგანაც ჩვენ ამის მართვა თავად არ შეგვიძლია, უნდა გამოვიყენოთ ისეთი პლასტმასის ჭურჭელი, რომელსაც ექნება ნიშანდება. უნდა ვისწავლოთ ნიშანდების წაკითხვა. შემორჩევა იქნება, რომ იმის კონტეინერებით თუ ჩავანაცვლებთ პლასტიკს, იქნებოდა კარგი. თავარი რჩება მაინც პლასტმასის ჩანაცვლებაა. ბოლო მონაცემებით მსოფლიო წელიწადში 400-დან 600 მილიონ ტონამდე პლასტმას აწარმოებს, რაც გარდა დადასტურებული ჯანმრთელობის პრობლემებისა, შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოსაც.